შენ საიდან მეცნობი? ვაიმე რა ლამაზი ხარ, ესა ხარ. ამოჭერით ეს. და 24 საათიან ბავშვებს პამპერსს უწევს, ცოლი რასაკეთებს თუ რა. მამის მინაკ შენს გვერდებზე ვარ და ჩემს სათქმელს მე ვიტყვი. ალბათ სათქმე. აი ხა თქვი. კაი. ხოდა ჩავთხოვე. რა იცან უზრდელი ტიპი. მას მე გამარჯობა არ შემშლი. შენ თქვი რომ ანირო დავინახე გავშეშდიო. ალბათ დაიწყო ეს უნდა გადავახვიო, ალბათ დაიწყო ესა. შეიძლება იყოს. არა. მე მინდა რომ გაჩვენოთ როგორი კარგი მშობლები ხარ და თუ დახოცავთ ერთმანეთს არ გამოვაი. ცეცხლოვანი დრამები გქონდა ხოლმე. ნამდვილი ქართული ვარსკვლავური პრობლემები ქონიათ. ბოდიში საჯარო ბოდიში ილო და მაინტერესა და მომინდა რომ მეკეკა და ვიკეკე. მადლობა რომ გიტარა არა მოგაქვს და არ გვეუბნები რომ აქედან ისე ვერ გაგიშვებთ რომ ერთი არ შეასრულოთ. ხო. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. გამარჯობა, მე ანა ვარ ტყებუჩავა, თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს და დღევანდელ ეპიზოდში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებ, ეს არის მშობლობა. და სწორედ მშობლები, ცოლ-ქმარი მყავს დღეს ჩემთან სტუმრად, თქვენთვის ძალიან საყვარელი მსახიობები, თუმცა სანამ მათთან გადავალ და წარგიდგენთ და ვისაუბრებ, აუცილებლად მადლობას გადავუხდი Ashley Home Stories, იმისათვის რომ ძალიან კომფორტულად მოაწყო ჩემი სტუდია და შეგახსენებთ რომ Ashley Home Story გვთავაზობს ამერიკული ხარისხის ავეჯს, როგორც ჩვენი სახლისთვის, აგარაკისთვის და ოფისისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა ორნაბიჯს, რომელსაც ძალიან კარგი აპლიკაცია აქვს და მე სწორედ აპლიკაციის საშუალებით გამოვიძახებ სნეკებს და სხვადასხვა გემრიელ რაღაცებს ჩემი სტუმრებისთვის და როგორც წინა ეპიზოდში, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ კურიერი უსწრაფესად მოიტანს. აქვე შეგახსენებთ, რომ ყველა შემოთავაზება, რაც დაგხვდებათ ორი ნაბიჯის მაღაზიებში, შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ აპლიკაციაშიც. აუცილებლად თხილი, იყოს ჩიფსებიც და იყოს აუცილებლად წვენი, იმიტომ რომ დიდი არჩევანი აქვს და ძალიან გემრიელია. გონი ეს არის. და გადავიდეთ საქმეზე, ილო ბეროშვილი და ანი ბები არიან დღეს ჩემთან სტუმრად და ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ოჯახზე, მშობლობაზე და ყველაფერ კარგზე, რაც გვერთიანებს. დიახაც. გოგოებს და ბიჭებს. დიახაც. Hello guys, მადლობა რომ მოგვიწვია. მადლობა რომ მოხვდით. და სასიამოვნო გარემო დაგვახვედრეთ. მადლობა. როგორ გაიცანით ერთმანეთი, ხა მაგკითხოს ვერ გავექცევით და მე სადღაც საკითხული მაქვს თუ მოსმენილი მაქვს, შენ თქვი რომ ანი რომ დავინახე გავშეშდიო. ხო, ეგ ეფექტი იყო, დავიბენი ძალიან რა. იმდენად მომეწონა რომ დავიბენი, საერთოდ როცა მომწონს, მაშინ უფრო იბნევი ალბათ ადამიანი, უფრო რთული არ შეგეტყოს, ხო? ეგრე იყო, ჯაკო FM-ში ვიყავი, რადიოში და მოვიდა იქ სტუმარი იყო და ხო, რომ დავინახე, მაშინ უზდელად ჩამთვალა, მე აღმოაჩინე, იმიტომ რომ იმ მომენტში იმდენად რომ შევხედე. მამის მინაკ შენს გვერდებზე ვარ და ჩემს სათქმელს მე ვიტყვი. ხო, რა არის ვერ გავიგე რა ჩაქთვალა. ხო და მოკლედ ნუ აი მე ეგრე დავემართა რა. და მე გადაცემაშიც რო ვიჯექი უკვე ლაპარაკობდი და ჩვეულებრივად კითხვებს უსვევდი და რაღაცა, მაგრამ მანამდე ხო შენთან მოვიდა სტუმრა? ჩემ მარტო მე არ ვიყავი, მე ვიყავი ერთი თვე ვიყავი თანაწამყვანი ჯაკო FM-ზე ერთ-ერთი გადაცემის და მანდ იყო სტუმრად მოსული. ხო და აი ეგრე იყო მოსული და მასპინძლის როლში ვარ. ილო ბეროშვილი, ხო? ტელეფონშია ესე, ხო შევედი, ესე ამომხედა, თავი ჩაიწია. არც მოგესალმა არაფერი. გამარჯობა, მეტი ხო არაფერი არ არის საჭირო. ხო და ჩავთვალე, რა იცან უზრდელი ტიპია. შენგან სწორად ჩათვალე. და მე გავკავიცოლად რომ გამოასწორო. ხო, რა როგორც ვიცით ხოლმე, რომ გამოსწრო და ასწავლო გამარჯობა. გამარჯობის თქმა. მას მე გამარჯობა არ შემშლია. კაი. ნუ ალბათ უფრო იმიტომ რომ ეგრე ძალიან არავინ აღარ მომწონებია, იმიტომ რომ მაგის გამო ვერ თქვი გამარჯობა. ალბათ დაიწყო ეს უნდა გადავახვიო, ალბათ დაიწყო ესა. შეიძლება იყოს ალბათ კი არა, ყველაზე უზრდელი კომპლიმენტი იყო ალბათ შემგან ის. ალბათ მოაშორე. ალბათ სათქვი. აი ხა თქვი. კაი. მე მინდა რომ გაჩვენოთ როგორი კარგი მშობლები ხარ და თუ დახოცავთ ერთმანეთს არ გამოვაი. ანა, შენ პირველი შტაბეჭერს კი ეს გაშეშდა ისეთი ეფექტი ქონდა რომ მოეწონე და შენ პირველი იყო რომ ეს უზდელი ვინ არის. შენ როდის გაშეშდი?
მე გავშეშდი მისი სული რომ დაიწყო. აგარ მართლა ხო, აი რომ მივხვდი რომ რაღაცა სხვანაირი ადამიანია ვიდრე ჩანს, აი მან დამაინტერესა და მომინდა რომ მე ქექა და ვიქექე. ორივე მსახიობი ხართ და შეყვარებულები რო იყავით, მაშინ თამაშობდით სერიალში ერთად? არა, მე. ჯერ ერთად ვიყავით და მე იყო, მე იყო. ეგ რა არის? როგორია, როგორ ხდება? იმიტომ რომ თან მსახიობი ხო პროფესიით არ ვარ, მაგიტომაც ალბათ უფრო ვერც, თაობებში ხო სხვაობა იყო. აი სუმიდა არა, ხო, მაგრამ მაინც ხო დაკარებია და არა, კი, მე არ ვარ. 80% მაყურებ მსახიობია. ფაქტობრივად ეგრეა, რომ ხო, მსახიობი ვარ ხო, ეხა, მაგრამ უბრალოდ იმას ვამბობ, რომ აი რომ ქონოდა თეატრალური თქვათ ნასწავლი და უფრო ახლოს ყოფილიყავი თეატრალურ წრეებთან, შეიძლება მანამდე ქონოდა გადავყროდით ერთმანეთს მეთქი, მაგრამ სერიალამდე გავიცანით ერთმანეთს და სერიალში შაგურო იყო, მერე გაჩნდა ეს იდეა, რომ ანი შემოსული ხო იქ. იმიტომ რომ ცოტას თუ ახსოვს ანის დათამაშებია კადრე. ჩეცდში თამაშობდა ბაბულიკების ხაზში ხო ერთ-ერთი საიდან მეცნობი კავშირის მომცად სერვა გოგოებში ხო და აი მე ვერსკის ელაპარაკება როგორც ნინი ხო ნინი და ის არა ქვია ჩვენ შუსაც ნანახი აქვს ეგ ახლა მშობლობაზე რა ხომ საუბრობთ ჯერისას და სემისას ნანახი აქვს და ძალიან უყვარს ჯერის ეგ სცენა როცა მე შევდივარ ო მეც ისე მიყვარს ეგ სცენაც და მე ხო აგარ ვიყავი სერიალში და მე ხო გამოვჩინდი ისე და აი ის პირველი გამოჩენა უკვე მეორეს პირველი გამოჩენაც ძალიან მიყვარს კარგი ბავშვები ვახსენეთ ორი უსაყვარლესი ცალკები არიან ენერგიულები არიან თუ როგორები არიან ცალკებიც არიან და ენერგიულებიც არიან თან არა ცალკები არა ცალკები ენერგიულები არიან ანუ ზოგი არის რომ ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ახლა ცალკობა ჩემთვის უფრო გადადის, ანუ ისეთ რაღაცაში, რაღაცას აზიანებს, ანუ მავნებლობს და ეგეთები არ არიან. მაგრამ ანუ აქტიურები არიან, ხო, აი სულ კონტაქტი უნდათ და სულ მასთან უნდა იყო და ფიზიკურადაც, აი ყველაფრით მასთან უნდა. როგორც ყველა ბავშვებიც ჩვენი შვილებიც ითხოვენ ხარისხიან გატარებულ დროს მათთან რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ალბათ ეგ არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეხლა ხანდახან ძალიან რთულია რა, შენ მშობელმა შეიძლება მთელი ენერგია შენგან გასცე და თქვათ იყო მზად ამისთვის, მაგრამ მე ეგ არ არის მარტო საკმარისი, მაგის დამენეჯმენტებაა კიდე მთელი თემა, იმიტომ რომ ორივე სჭირდება ყურადღება. მე უკვე შემიძლია ეს ვიჯდე ორი ადამიანი ერთდროულად მელაპარაკებოდეს, ორ ადამიანს ერთდროულად ვაქცევდე ყურადღებას, მესმოდეს და პასუხს ვცემდე. ანუ ძალიან მარტივია ჩემთვის უკვე ანუ აი არაფერი. აი შვილები როგორ ჩვენ კი აზრით მარტომაც ახალ უნარებს იმაში. ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათთან როცა ხარ, აი იყო ბოლომდე მათთან. აი მაგალითისთვის რა, პატარა მოდის ჩემთან და მე უნება რომ ბებერო მეთამაშე ლეგოებით Iron Man-ი, ხო? რომელსაც უკვე მე 1000 ჯერ ვთამაშობ. აქეთ ჯერი გეუნება რომ მინდა ფეხბურთის თამაში, ხო? ამ დროს ანი ემზადება სადღაც გადაღებაზე უნდა წავიდეს და ნუ იგრიმება ან რაღაც. ეხლა წარმოიდგინე ორივეს ყურადღება უნდა მიაქციოთ და ცდილობ ამას. ეხლა ერთს რო უთხარ ერთი წამით ვერ გეთამაშები, იმიტომ რომ ამას ნუ მეთამაშო, ეს იეჭვენებს და ნუ ეწყინება რა. ამიტომ ცდილობ ორივესთან ერთად იყო. მე ეგეც დიდად არ მოწონთ, იმიტომ რომ მაინც ისე ხარ. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც მშობლები ხანდახან ჩვენთან ვერ ვატყობთ, შეიძლება ტელეფონთან ყოფნა გაგვექცეს, შეიძლება რაღაცა სხვა ამბები იყოს და ამას ყოველთვის გძნობენ რა. ბავშვებს არ უყვართ ხელოვნურობა, არ უყვართ ფეიქ რაღაცეები და თუ მათთან არ ახარ, ამას ყოველთვის გაგზნობინებენ რა. და კარგ სასაჩვენშრებით არის ის, რომ ყოველთვის ვეუბნებით, რომ ეგეთ დროს მოვიდნენ და პირდაპირ გვითხრან, რაც არ მოწონთ, იმიტომ რომ ესინიც არიან პიროვნებები და ჩვენ შეიძლება რაღაცები ვერ დავინახოთ, იმიტომ რომ მაინც სუბიექტურები ვართ ყოველთვის და მათგანაც იციან და ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ადრე რომ პატარა იყო ჯერი რო აუხსენი რომ მეთქი მამა ნახე თუ თამაში მოგინდება მოდი და თუ ვერ გამაგებინი აი მაგალითად მითხარი და მე ამ დროს სხვა რამეს ვაკეთებდი ან ტელეფონში ვიყავი ან რაღაცა ვერ გავიგე მოდი და მითხარი რომ მეთამაში და ისწავლა ეს მე რა მაგხრივ აი კიდე ძალიან საყვარლები არიან ყველაფერს ითვალისწინებენ ისე მშობლებისგან ხშირად გამიგია რომ აი ბავშვის დაბადებამდე რა იყო არ მახსოვს და თქვენთან როგორ არის ზუსტად ეგრე არ მახსოვს იქამდე რა იყო სხვა ცხოვრება იყო კი არა და რამდენი წლის იყავი დედა რო გახდა 27 28 თუ 27
34-ის ვარ, 6-ის ხდება 28-ის. სადღაც ეგრე. მეც ესე 29-30-ის ვიყავი და ფაქტობრივად მე-13 არის კარგ შემთხვევაში შენი ცხოვრების და კაცი უფრო გვიან ეწევა კიდე რაღაცებს, მაგრამ ბავშვი მე მგონია რომ ხალი უფრო თავიდან აქვს, იმიტომ რომ ხა მასე გადადის ყველაფერი და შესაბამისად ის ინსტინქტებიც და ის უხილავი მაგიაც უფრო ადრე აქტიურდება დედასა და შვილს შორის, ხო, იმიტომ რომ ისინი ჯერ კიდე ერთნი არიან რა. კაცი უფრო ნელ-ნელა ალბათ მერე და მერე. აი, ბევრჯერ გამიგია თვითონ კაცებისგანაც რომ აი ხო როგორ მაგრამ ბიჭო ლაპარაკი რო დაიწყო, აი გავგიჟდი და საერთოდ და რაღაც, იმიტომ რომ ხო, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეხლა ბევრი სტერეოტიპი დაინგრა და შესაბამისად სულ უფრო და უფრო მეტი мама მეტად არის ემოციურ კავშირში შულთან. ეგ ძალიან კარგია და ეგ ძალიან დადებითი სკენარი შეცვლილი რა. გეთანხმები. მეც მგონია რომ ეს ჩვენმა თაობამ ძალიან გამოასწორა. ისეთი მშობლები ხართ, როგორცაც ფიქრობდით, რომ იქნებოდით და გეგმავდით. მე ანუ როგორც ყველა ბავშვი, ის ვიდეოები ხშირად ბევრ წყალს რო სვამე დაძინების წინ, ხო იცი? ყველა დაძინების წინ, როგორც კი დავწვებოდი, მინდოდა წყალი. და სულ მახსოვს, რომ დედა ჩემი არ მოქონდა, ალბათ მე რამდენჯერ არ მოქონდა, ხა უკვე ჩემი თავი რომ დავინახე მე რატო არ მოქონდა მივხვდი და სულ მოქონდა მამა ჩემს და მე სვამობდი რომ მამა ჯიგარიან თქო და მე ყოველთვის მივდან ჩემ შვილს წყალს როცა მოწყურდება მეთქი ესე დედა ჩემს ვეუბნებოდი და რომ დაიწყეს ამ ჩემმა ბავშვებმა 9 ლიტრისმა დაძინების წინ აი ყველაფერი გამახსენდა რომ ვთქვი რომ ეხლა მეთქი დაწეკით ხახნო წყალი დადეთ და დაწეკით მაგითო ამბობენ მშობლები ამ ფრაზას რომ აი გეყოლება შვილი და მიხდები ისინი ბოლომდე კიდე თვითონაც ვერაცნობიერებენ რამდენად ეგრეა ოღონდ რა თქმა უნდა ყოველთვის და ყველაფერს ეგ ფრაზა არ უხდებოდა იმიტომ რომ ხანახან თავის მართლებაში გადასდიოდათ მაგრამ ხო ეგრეა რა ვერ აუხსნი თუ თვითონ არ გამოცა და შვილი კი არა და დასრულიც რო იყოს ძალიან რთულია ბოლომდე აუხსნა მაინც რა არის რა როცა მშობელი ხარ იმიტომ რომ მანამდე არ აქტიურდება ეს რაღაც შენში ეს მთელი ასე ვთქვათ განცდები და ფიქრები სანამ შენ თვითონ არ გახდები მშობელი ხა მოყოლით რთულია მაგის გაგება რა მოყოლით და თეორიების ზოგადად ამ ბოლო დროს ძალიან კარგია, ფსიქოლოგები ძალიან გვეხმარებიან. ჩვენც ვცდილობთ რომ ყველაფერში გავერკვეთ და მეტი ინფორმაცია, რომ თუ გინდა უკეთესი იყო ყველაფერში და განსაკუთრებით მშობლობაში, უამრავი მასალა ამისთვის რა და როგორ აწყო წინადადება, როგორ მიმართო. პოზიტიური მშობლობის კურსი, ხო, გამოსავალში დადიხარ შენ. ძალიან გამეხარდა და სხვა შორის იმდენმა ვიღაცა მითხრა, სხვადასხვა ასაკის. გოგოებმა ბიჭებს ჯერ არ ვთქვამთ. სხვადასხვა ასაკის გოგოებმა. ხო, ამაგას კითხავ. რომ ძალიან გამეხარდა, ესე იგი ჩვენ დღევანდელ დღეს ამ სტრესულ დროს უამრავ პრობლემებში, რომ კიდე გვინდა რომ კარგი მშობლები ვიყოთ, უკვე მგონია რომ კარგი მშობლები. უკვე რაღაც მხრივ კი. რომ გინდა რა, თავარი ეგ არის, რომ ანუ შენ ეს გაქვს მიზანი რომ კარგი მშობელი იყო და იწყებ ამისკენ აბიჯების გადადგმას. ეს არის, რავი, 70% გაკეთებული საქმე და მე წვრიმანი დეტალები. პირველ რიგში ეგ იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ ესე იგი აცნობიერებ ადამიანი და მართლა ხვდები, რომ ბავშვი არ არის უბრალოდ მე რა რომ პატარაა და არ ესმის და ეგრე არ უყურებ. რა ეგ უკვე მაგას ნიშნავს, იმიტომ რომ ხვდები, რომ მასთან საურთიერთოდ უნდა შეიძინო რაღაცა სკილები, მასთან საურთიერთოდ უნდა მოახერხო, რომ შენი ფიქრები დააწყო, გადააფასო აქამდე როგორ რას ფიქრობდი, როგორ ფიქრობდი, იმიტომ რომ ჩვენ და უნებურად ხანდახან ჩვენი აღზრდის დროს დაშვებული შეცდომები ჩვენი მშობლების, ჩვენ თვითონაც გადმოვიტანოთ, თუ მუდმივ გააზრებაში არ ახარ რა ხდება ეხა შენსკენ რა. ხო და ეგ მაგითი ძალიან აღიარება და მე ამისკენ სვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მახარას ქონდა ეხლა ხან ძალიან კაი ვიდეო იმაზე, რომ ბავშვის პიროვნებაა რა და შეიძლება საერთოდ არ იყოს იმის ხასიათზე, რომ ყოჭო-პიჭოები დაუწყوانო. პიროვნებები არიან რა, უბრალოდ უფრო ნაკლები გამოცდილებით, მაგრამ სამაგიეროდ აღქმები აქვთ ისეთი და იმდენ რამეს გრძნობენ და იმდენ რამეს კიდე ემოციური ინტელექტით ხვდებიან, რომ ანუ ეგ უნდა ამიტომაც არის რომ ბავშვებს ყოველთვის უფრო მოწონთ ისეთები, რომლებიც ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ როგორც დიდებს ისე ექცევიან. ამას ისინი აღიქვამენ როგორც პატივისცემა და ნაკლები ფალში. კი, მაგრამ ზღვარდაკარგული ადამიანებიც მინახავს ბავშვებს, რომ ისე საუბრებიან, რომ იმდენ უფლებას აძლევენ, რომ ანუ მე თავიანთვისაც და საზოგადოებაში და რაღაცა ჩემთან რაღაცა გააფუჭაზე კი არ არის. ანუ ბავშვი ვერ იგებს მე არას. იმიტომ რომ ყველა გარემოში, ხა მე თუ შენ კედლებზე გახატინებ და ძალიან კარგი დედა ვარ, შენ გეგონება რომ ყველა კედელზე დახატავ რა და მე ვიღაცა გეტყვის რომ შვილო ჩვენთან კედელზე არ ხატავენ და გაოცდები. მე თუ სულ მუდმივად მე გაგიკეთებ საუზმეს ან მუდმივად რა ვიცი გაგიუთოვებ პერანგს
ანუ ვერასოდეს ვერ გაუთოვებ. შემთხვევაში ეგეთი ამბავი არის მაინც უფრო წაგება-მოგებაზე, რაც ძალიან რთულად გადააქვს ჯერის. ეხა აღარ უკვე, იმიტომ რომ გამოვასწორეთ ეგ ჩვენ თვითონ მიდგომები, რომ ეს წაგება არ იყოს მისთვის დრამატული და 1-2 კვირის უკან მითხრა, რომ მეო იცი რა მიყვარსო და რა მეთქი და წაგებაო. თენაი ძალიან გამიხარდა და რა, ნუ ეს ოღონდ თავდაპირველამდე ილოს დამსახურება არის და რატომ მეთქი? იმიტომ რომ უფრო მეც ვსწავლობო. მართალია. და მეთქი ხო, იმიტომ რომ მას ქონა გამძაფრებული ძალიან რა, აი მოგება წაგებაზე, ახლა მე მაქვს ეგ, ოღონდ მოგება წაგებაზე. ხო, და მეკითხა ნეტავის გავსკო, რომ ეგეთი აზარტულია. ჩემში დალაგებული, მაგრამ მეც მუშაობ რა. მეც მუშაობ ჩემ თავზე, რომ ეს მოგება და წაგება არ ჩემთვის იყოს დრამატული რა. აი მაგალითისთვის ახლა დღეს ჩემმა გუნდმა მეორე თამაში წააგო პლეი-ოფში, NBA-ში და აი რა გითხრა, ძალიან გაცდებში ვიყავი. ხო და ახლა ნახე თუ შენ, აუ მეც მინდა ეგ. ესე იგი მოგება წაგება ისეთი რამეა ხო ვის გვიხარია წაგება ჯერ ის ქონდა რაღაც მომენტში რომ თამაში რომ წაუგია ბურთი ვერ გაუტანია ну აი ფუჭდებოდა ბავში რა ну ტირილი აღარ უნდა ну ძალიან განცდებში ძალიან განიცდი და უგზნობდი და მე დავფიქრდი რატო აქ მეთქი ესე ძალიან ხო რა თქმა უნდა ეხა ეგ ტიპაჟზეც არის ვიღაცა იბადება რომელსაც ну აი ეგეთია რა ენერგიული რომ არ უნდა წაგება უფრო ისეთია ჯიქურად მიდის და რა ეგ ტიპაჟებზეც არის კი ბატონო ყველაფერი აღზაზე არ არის და გამახსენდა რომ მე თვითონ როგორ უყურებ ამ საკითხს რომ ვერ ვიტან წაგებას კიდე მე ვთამაშობდი კიდე გუნდს გულშემატკივრავდი და ვიფიქრე რომ მე ხომ ისთვის ნათქვამი არ მაქვს მეთქი რომ წაგება ცუდია ან რაღაცა და რატო აქ ესე და მე დავუშვი აზრი რომ შეიძლება ვინმეს რომ ველაპარაკები კალათბურთზე რა ხომ ირეკავენ მეგობრები და ამაზე გვისაუბრია მან მთქმელი ვიყავი მაგ ფრაზების რომ ან თქვა თუ ტელეფონში უყურებდი და აი კიდე წააგეს ან რაღაცა თქვი და ბავშვმა ეს რაღაც დაიჭირა აი ეგ არის მნიშვნელოვანი რომ ყოველთვის შეიძლება შენ არ გახსოვდეს რაღაც შენი საქციელი და იმაზეც უნდა იფიქრო რა არ გაგიკეთებია მაგრამ რა შეიძლება გაგიკეთებინა რა ამიტომ უნდა ენდობოდე ბავშვს მე დაველაპარაკე და უთხარი რომ მეთქი მამა ნახე მაიკლ ჯორდანის ამოტივაციო სპიჩები მოვასმენინე და ის ამბობს რომ მე 2000 ჯერ ავაცილე 5000 ჯერ არ გამომივიდა აი სწორედ ამიტომ გავხდი ის ვინც ვარ ხო წაგებაც რომ უკეთეს ხდის TikTok-ში არის თორცდები ხო კარგი რაღაცა მაგე და აუხსენი იმას რომ ის წაგება შეიძლება ძალიან დიდი გამარჯვებისკენ მიმავალი საწინდარი იყოს რა არ წაგან ცოტა არის სწორედ თქვი თავდაპირველამდე შენი დამსახურება არა მე ვთვლი რომ ეხლა სადაც დადის ბერსაც მოიღებ შენ არა არა ჩემზე რომ სადაც დადის ბაღში ვთვლი რომ იქ ძალიან დამსახურება არის ხო ბაღშიც იმუშავეს იმიტომ რომ ძალიან განიცდიდა და თვითონ ბავშვმა უკვე თქვა რომ ხო წაგებას აი ისე არ სიამოვნებს ფაქტია და არც უნდა სიამოვნებდეს რა აი ყველაფერში ბალანსის ამბავია მაგრამ სამაგიეროდ უკვე ეგეთი დრამატული არ არის მისთვის უკვე წაგება ხო და რაც შენ თქვი კიდე იმითია მნიშვნელოვანი შენ რომ მშობელი ხარ შენ მარტო თუ ისე გაზარდე შვილი რომ შენც იქვე ხარ და ამ მოცემულობით გაზარდე მაშინ სადღაც შენ ვერ იქნები ყოველთვის მის გვერდით და ის ბავშვი თუ ბრინჯივით დაიბნა და რეალურად არ იცის როგორ უნდა მოიქცეს გაცილებით დიდი სტრესი იქნება ვიდრე თავის დროზე ამ ყველაფრის ახსნა მისთვის და მიწოდება და თუნდაც რაღაცაზე აკრძალვა რაღაცას აკრძალვა ხო ან თქვა თუ არის თქმა რა კი ბატონო ანი გამოსავალზე მინდა რომ უფრო კარგად მომიყვე ესეთი მეც როგორც მშობელს მაინტერესებს ძალიან და იმედი მაქვს რომ მომეცემა საშუალება რომ ერთხელ მეც დავესწრო რაღაცას და შენ რატომ მიხვედი და რა მიიღებ სანდრომ დამირეკა და მითხრა რომ გამოსავალში არის მშობლობის კურსიო და არ გინდაო და მე კაკულიამ და სიამოვნებით თქო რა თქმა უნდა მივედი და პირველ რიგში სასიამოვნოა, როცა ადამიანებთან ერთად ხარ, სხვა მშობლებთან ერთად, რომლებსაც უნდათ მათი შვილები იყვნენ ჯანსაღ გარემოში, ხო? ეს უკვე, ანუ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, ხო, თანამოაზრებთან ყოფნა. და შემდეგ ბევრი რამ სიმართლე რო გითხრა, ვიცოდი, იმიტომ რომ უკვე მართლა არის ბევრი, ანუ ინტერნეტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ინფორმაციები მოიძიო და მოიძიო. თუმცა 6 წელს უკან არისო ამდენი პირველი შვილი რო გავაჩინე, არისო ამდენი არც პოდკასტი არისო და არისო რა მასალა ესე, რომ ჩამჩდარიყავი და მოგესმინა. ხო, უფრო მერე. და რაღაცები ისედაც ვიცოდი, მაგრამ
აი პრაქტიკაში როგორ გავაკეთო ხო რთულია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ თეორიულად ყველას გვინდა რომ კარგი ურთიერთობა ქონდეს შვილებთან და ბავშვები იყვნენ კარგად. აი მაგალითად, ჩემთვის ყველაზე რთული რაც არის დღემდე, იმიტომ რომ ჯერ არ გამიკეთებია, ოჯახში უნდა იყოს წესები. აი მაგალითად ჩამოვწეროთ 10 წესი. და ამ წესში ოღონდ არ უნდა იყოს აკრძალვა, ანუ სიტყვა არ უნდა იყოს. აი მაგალითად არ ვჭამთ წამოწოლილები, ხო? ანუ არ უნდა იყოს ამ ფორმით რა, უნდა იყოს მაგალითად ჭამთ მხოლოდ მაგიდასთან მივირთმევთ. ანუ ეს აუცილებელია რომ არ იყოს. და ამაზე არ მიფიქრია. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ გვაყენებდნენ ბავშვის ადგილას თავს. ანუ აი მაგალითად ერთი ამბავი იყო ესეთი რომ რომელი ფრაზა გახსოვთ ბავშვობაში, რასაც ხშირად გეუბნებოდნენ და ღიზიანდებოდი. და ნუ ყველამ ჩვენი რაღაც ვთქვით. და როგორ ეტყოდი საკუთარ თავს ისე ამ ფრაზას, რომ არ იყოს გამაღიზიანებელი, ანუ დადებითი კუთხით. და მოვიფიქრეთ, ანუ ჩვენი თავი ჩავაყენეთ მაგ სიტუაციაში ჩვენ და ეს არის ალბათ მეც ეგრე აი მაგამდე ეგრე ვუდგებოდი რომ ოღონდ ეს არის ის მსახიობობა მეხმარებოდა ამაში, იმიტომ რომ მანდაც როცა როლს აკეთებ პერსონაჟში, ანუ შენ როგორც მოიქცევ და ის ხოდა შეიძლება ეგ მეხმარებოდა, შეიძლება უბრალოდ ეგეთი ვარ, რომ ანუ ყველა ადამიანის ადგილზე ვაყენებ თავს და იმის პერსპექტივიდან ვუყურებ საკითხს. მოკლედ მნიშვნელოვანია რომ ჩააყენოთ საკუთარი თავები ბავშვის ადგილას და გაიაროთ აი თქვენ გესიამოვნებოდათ მაგალითად მშობელი რო სულ მახლიდან გელაპარაკებათ და ზოგჯერ სულ დეტალებში არის ამბავი, ანუ დიდი რაღაცა კი არ არის. ანუ სულ დეტალებში აი ეს აკრძალვა, როგორ უნდა აუხსნა мотиваცია, როგორ უნდა მოუმატო, იგივე რაც ილომ თქვა. აი მაგალითად მნიშვნელოვანია კიდე რომ იყოს რაღაც ტრადიცია, ოჯახს უნდა ქონდეს რაღაც ტრადიცია. აი მაგალითად პარასკევობით ფილმის ყურება, აი რაღაცა, აი არ ვიცი. რასაც ერქმევა ტრადიცია, ანუ ბავშვებს უნდა ქონდეთ ეს რაღაც რიტუალი, ტრადიცია. ჩვენ ეს არ გვაქვს და უნდა დავაწესოთ ეგ. და დილის საუზმე აუცილებელია, რომ დილას ოჯახმა ისაუზმოს ერთად და ხო ეს ვინც დაასრულებს რომ არ ადგეს, რომ ეს განცდა იყოს, ეს მნიშვნელოვანი ის კერის განცდა ზოგადად ოჯახში, თუნდაც ის რაღაცა საათები არჩეული კომუნიკაციისთვის, იმის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. როგორც მამა აი მაგალითად და იგივე დედაც და მშობელი, გახარ სულ რაღაცა არჩევნის წინაშე და ფიქრობ, რომ როგორ გავზარდო, ანუ ისეთი რომელიც სოციუმს მოერგება იმ კუთხით, რომ თუ სოციუმი ცოტა აგრესიულია პირობითად ან თავის გამოწვევები ყველგან არის, მე მარტო საქართველოსზე არ ვსაუბრობ. ჩვენ თო უბრალოდ ცოტა მძაფრად არის კიდე და მოამზადო ამისთვის, აი რო იძახიან ვოლკი უნდა იყოს შვილო და მიაწექი მიდი გაზარდე რომ აბა ეგ და ესეთად, იმიტომ რომ მერე ძლიერი იყოს თუ გაზარდო ისე როგორც შენ მიგაჩნია, რომ ჯანსაღი მსოფლმხედველობა, ხო თქვათ არა? მე ფიქრობ, რომ მე რო ესე გავზდი ამ ჯანსაღი მსოფლმხედველობით იქ, ჩემი გადმოსახედიდან ჯანსაღით, ხო, იმ რაღაცა ობიექტური ისინიც ხო არსებობს ცნებები, რაც კარგია ბავშვისთვის, ხო? მაგრამ მე თქვა, მე ყველაფერი თეორიულად ბავშვს ვასწავლე, რომ ესეთია სამყარო და უცებ სოციუმში რო შევა, აღმოაჩენს, რომ მართლა ჯუნგლები ვითარი და მანდაც ბალანსია, რომ ერთის ისიც მისცე, მეორეც მისცე. მაგრამ შერა მეთოდებით გადიხარ. თუმცა მე ვფიქრობ და არა მარტო მე, ანუ ამის ყველაზე დიდი წამალი არის სიყვარული. ხო, რა თქმა უნდა. თუ მშობელი აძლევს ბავშვს მართლა უპირობო სიყვარულს და ბავშვი ამას გრძნობს, ის არის დაცულად. აი მაგალითად ამას ამბობენ, რომ ვისაც ლაქტაციის პერიოდი ქონდა ბავშვობაში, უფრო დამოუკიდებელი ადამიანები არიან შემდეგ. იმიტომ რომ ლაქტაციის დროს ბავშვი თავიდან ბოლომდე მშვიდად არის და ნეტარებაშია, სიყვარულში არის და ისინი უფრო დამოუკიდებლები ხდებიან შემდეგ. იმიტომ რომ ამბობენ, რომ აი მაგალითად სულ ხელში ნუ გიჭირავს ბავშვი, როცა თვეების არის, ხო? არა, პირიქით, მაქსიმალურად მეტი სითბო და სიყვარული და დაცულობის განცდა უნდა ქონდეს ბავშვს 3 წლამდე აუცილებლად, რომ შემდეგ იყოს დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი გახდება აი ამ შაკრილი პატარა მარცვლებით, რა, აი ამ სიყვარულით. ხო, ოღონდ მე მგონი რომ ეგ იმითი არის კიდე, აი შინაგანი სიმშვიდისთვის არის მნიშვნელოვანი. კიდე იმისთვის არის ეგ ამბავი მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის ეგულება, აი ჩვენ ერთმანეთს ვეძახით ხოლმე, აი ჩემი მეგობარი ხარ, ჩემი ძმაკაცი ხარ, ვეტყვით ერთმანეთს რა.
პატარაც ბებეს ჩემი მეგობარი ხარ, რატო რომ ანუ მათ კონდეთ განცდა მარტო მამა კი არა რომ მათანაც რაღაცები უნდა გერიდებოდეს და ვერ თქვა რომ თან მართლა მეგობარიც არის, ანუ სიტყვით ხო არ უნდა იყოს მარტო რაღაცებში უნდა გამოიცადოს როგორც მეგობრობა რა. ხო და აი ბალანს რო დაუბრუნდა ეგ არის რომ ყველაფერში იგზნობა, როცა ეს ბალანსი არის. თუმცა მშობლობა ბოლომდე ბავშვებთან არ უნდა იმეგობროს. შენ ვერ იქნები ბოლომდე. ნახე შენ შეიძლება მისი მეგობარი იყო, მაგრამ ის ვერ იქნება ბოლომდე შენი მეგობარი, იმიტომ რომ რაღაცებს უბრალოდ ვერ გაუზიარებ, ხო, იმიტომ რომ მისი ფსიქიკა ეხლა ამისთვის მზად არ არის. ერთი ეგ არის რეცეპტი და წამალი ეგ არის რომ სიყვარული უპირობო რომელიც არა მარტო ამ საკითხში ბევრ საკითხს არის და მთავარი ფუნდამენტია, მაგრამ ამავე დროს ისიც მნიშვნელოვანია რომ არ დაუმახინჯო ბავშვს ფსიქიკა იმის შიშით რომ მე სადმე შეიძლება დაიჩაგროს. ერთი ეგ მომენტია მნიშვნელოვანი, მაგრამ არც ისე არ უნდა გააკეთო რომ რაღაცა ბაბლი შეუქმნა, სადაც თავისი წესებია და აქედან რო გადის მე სოციუმში უკვე სხვა წესებია და ვერც ვერ ხდება რა. ეგ უპირობო სიყვარული უნიშნელოვანესია და მე მგონი არა მარტო ბავშვის. აი ეს ფრაზა მე შენ ხედა და მე შენი მესმის არის ორი რამ რაც ყველაზე მეტად ტყუილა არ არის ეს ფრაზები არჩეული. ხო აი მაგალითად ეხლა ზაფხულში ბებე რო აუზში ჩავარდა მთლიანი ისტორიას ვერ მოვყვები, ხა გამეწელება ემოციებში შევა. პატარების აუზში ვიყავით და ჯერი მეკავა ხელში და მივიხედე უკან და ბებე იყო თავით წყალში და ნუ ამოვიყვანე კიდე გაირეგრევე თვალები გაახილა და ამოისუნთქა და რა თქმა უნდა შიში ექნებოდა. და იმ წუთიდანვე დავიწყეთ რომ მე შენ ხედავ, მე შენი მესმის, შენ ხო წყალში ჩავედი და დედიკომ გაიგონა შენი ხმა, დაგინახე და ამოგიყვანე და ამითი გადალახა შიში და მეორე თუ მესამე დღეს გაბედა და ისევ ჩავიდა წყალში. ნენელა ავეწყოთ ახლა ახალ გაიდლაინებს. თუმცა ჯერ თავიდან იყო რომ არა იყვანოთ ხელში, არ ჩაიწვინათ ლოგინში ბავშვი, ასე და ყველამ გავყარეთ ბავშვები გავტენეთ. ეხა ისა არაშია ჩვიეთ და რაღაცა დაიცავით ისა, მე ჩაიწვინე დაიჭი. მაგის ერთ-ერთი მიზეზი, რამოდენიმე მიზეზია. ზოგი შეიძლება არაკომპეტენტურობის გამოა. ზოგი უბრალოდ ხო რაღაცებს ვერ ეწევა. მაგრამ მე მგონი არა, ბევრი რამე, ნახე კოპი-პეისტი არ ჩაეხუტო. რაღაცები არის ისეთი, რომელიც ვერ გადმოიტან ესე copy-paste-ით, იმიტომ რომ ადგილობრივი მენტალიტეტის გასათვალისწინებელია მშობლისაც და ბავშვისაც, მაგრამ არის ისეთი რაღაცებიც, რომელიც უბრალოდ მართლა აი იქაც ბავშვთან მიდგომებში ძალიან სწრაფად იცვლება მიდგომები რა. ისევე როგორც თქვა გინეკოლოგიაში, ანუ იცვლება რა, დღეს რო თქვა რაღაცა სკოლა, თან იქაც ხო რამოდენიმე სკოლაა რა, რაღაცა ობიექტური ჭეშმარიტებები არსებობს, მაგრამ რაღაცა სკოლა ესე უდგება, რაღაცა სკოლა ისე უდგება, ისევე როგორც ასე არიან თერაპევტებიც და ფსიქოლოგებიც, ერთი რაღაცა ერთ სკოლას მიყვება მეორეს რა. ზოგი ცრი, ზოგი 10. ხო და ანუ მანდაც ძალიან ხშირად იცვლება და ეგეც ძიების პროცესია, მაგრამ თავარი რომ ეს ძიება მუდმივად გრძელდებოდეს, არ გაჩერდეს. დღესაც როცა შეუულია რომ კენგურუთი გამოვიდეს მამა, ეს თავის დროზე იყო, ნუ აი თითი საჩვენებელი იქნებოდა, რომ აუ აზე ხარტო ტიპი და ისეთი ხალხისგან გამიგია. ერთხელ ისეთი ადამიანისგან გავიგე, რომ აუ და 24 საათიან ბავშვებს პამპერსს უწევს, ცოლი რასაკეთებს თუ რა. ძალიან ისეთი ხალხისგან, რომელიც მეორე წამს შეიძლება უცებ ჩეხოზე დაგიწყოს ლაპარაკი რა. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდე სწავლის პროცესში ვართ. ყველან მათ შორის ჩვენც რა უამრავ რაღაცას ვიგებთ ხოლმე რა. შეიძლება ეხა 3 წლის მერე აღმოვაჩინოთ ის, რაც შეიძლება უკვე ეხა უნდა გწოდნოდა. ლაქტაციაზე მინდა რომ გესაუბრო. მაინტერესებს როგორი იყო ეს პროცესი, შენი გადაწყვეტილება იყო რამდენი ხანი ყავდა დუზუთი კვებაზე და ამ დროს მუშაობდი თუ არა, ყველაფერი ერთად ძალიან ის არის რა. საინტერესო. მე სანამორსულად ვიყავი, საერთოდ არ ვიცოდი ლაქტაციის შესახებ, რამდენად კარგი არის. ვიღაც ადამიანებისთვის შეიძლება რთული ყოფილა, ანუ ზოგისთვის რთულია, ჩემც არ აღმოჩნდა რთული. აი მაგალითად გამიგია ერთი გოგონასგან, რომ არის პროცესი არ სიამოვნებთ, იმიტომ რომ გონიათ რომ მისი სხეულს იყენებს ბავშვი და მოკლედ მესმის, ანუ თქვა პირდაპირ თავს ვგრძნობ როგორც მეწყვილ ძროხასო. ხო და მე არ მქონია ეგეთ რაღაცა, მაგრამ ძალიან მესმის მისი. და მე ვისაც ეს განცდა აქვს, ვერ ვეტყვი, რომ იცი რა, ლაქტაცია ძალიან კაი კი ვეტყვი, მაგრამ მისი განცდა რა. მე აღმოვაჩინე სხვათა შორის Facebook-ზე ძალიან კარგი ჯგუფი ლაქტაცია და განვითარება არის და აი მაგ ჯგუფით შევისწავლე ყველაფერი საერთოდ და უმარტივესი იყო პირველთანაც, მეორესთანაც. ჯერ ის დასრულება იყო, იმიტომ რომ ხო ბებეზე ვიყავი ორსულად და ბებეს ლაქტაციის დასრულება იყო უკვე ის, რომ
всё, არა, გადავწყვიტე. აი, ის უნდა მოუყე გადაგდება მე. წერტილია თქო და მივაბარე ბავშვი ილოს. ხო, და აი მაგ დროს წარმოვიდგინე ორივესთან მე მქონდა ის რომ ის 3-4 დღე მოკლედ როცა ყველაზე კრიტიკულია ხო ბავშვს უძუნდა ეხა რა და ამ დროს ბაგებში მაშინ გზას აკეთებდნენ. 4 თვე იყო გადაწყილი. ექსკავატორები სულ გადაწყლილია, კვერია, თუწვიმა, ტალახია წარმოვიდგინე და ეგრე გარეთ კიბეებზე ჩაყვანით, რავი, თუ რამე რეპერტუარი არსებობდა, საერთოდ უკვე ბოლოს ინსტრუმენტალის სიმღერა დავიწყე რა, მოცარტის ეგ რომ მღეროდი და დაადიშო ყველაფერი ვიმღერე. და დაბლა იმაში და ხან ერთ ექსკავატორზე იჯდა, ღამის დილის 7 საათზე, დილის 5 საათზე, იმიტომ რომ ძილი უჭირდა, ხან სად იჯდა, ხან მუშები ეფერებოდა და მე და მოკლედ იქ მაშინ ქუჩის მუშებმა და ექსკავატორის მძღოლებმა ერთობლივად შევძელით ის რომ ბებე მის-3-4 კრიტიკული დღე გადაიტანა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლა. აი ეხა გამახსენდა რა ეგ ის ხო რაღაცნაირად ყველაფერს რო ერთად ჩვევი და არაფერს თავი რო და რა ისტერიკა ვიდეოებში მინახავს ხოლმე მე რო ნახულობ და შენ რო ხედავ რომ რაღაც არ იგცევი ჯანსაღად აი ყველაფერზე რო ცოტა ხმამაღლა ამბობ რაღაც ღერი უცებ ყველაფერს რო იყენებ იმისთვის რომ რაღაცა ბავშვის ყურადღება და და დედას ვიცი რა ძალიან მნიშვნელოვანი აი თუნდაც ის რომ მე ჯერისაც და ბებესაც მაგ დროს როცა მათ ყველაზე მეტად ჭირდებოდა დედა ძუძუ მისი მასში ყოფნა და შენ რო ყავს და შენ რო ცდილობ რომ ეს მისცე და შენ რო აი ამ ეგეთ ნუ იმ ასაკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თუ ერთ ყველაზე დიდი არა ხო და შენ რო ეგეთი ადრეული ასაკიდან თქვენ ერთად ამას გადიხართ ხო და შენ აი გვერდში უდგეხარ და ეხმარები ამის გადასალახად აი მაქედან იწყება მერე და მაგაზე შენდება მერე ნდობა და მაგაზე შენდება მერე აი ეს უპირობო სიყვარული ყველაფერი მე ერთობლივად იმიტომ რომ მას განცდა აქ რომ არ არის რაღაც საკითხები სადაც მამას არ შეუულია რომ რაღაცაზე ესაუბრო და როგორ ჩვენ რა ვიცი და ამ პროცესებში რომ ჩართული ხარ შენც სულ სხვანაირი ურთიერთობა გიჩნდება და შენ სხვანაირი გრძნობა გიჩნდება ბავშვის მიმართ რა. პირველ რიგში შენ როგორც მშობელს ჭირდება ეს რაღაცა ეტაპების გადალახვა. თუ იყო ეგეთი პამპერსი, დამოუკიდებელი ჭამა, ბაღში პირველი დღე, ეგეთებზე როგორ იყო ილო ჩართული? ყველაფერს ერთად ვაკეთებ საერთოდ. აი ხომ იგეხმარები რო არის ტერმინი, ეგ როგორ არის ხო? არა კი არ მეხმარება. ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, საერთოდ ერთად ვაკეთებთ. ვისაც იმ მომენტში რა შეუულია, იმას ვაკეთებთ რა. თუ მაგალითად აი მაგალითად ბაღში წაყვანა და გამოყვანაც ყოველთვის ერთად ხდება, თუ გადაგება არ გვაქვს რომელიმეს. ანუ ის რომ ხა ერთიც გამოიყვას და მე სახში ვიქნები, არ არის ეგრე ან სადმე წავალ ისეთ ადგილზე რაც საქმეს არ ეხება, დავისვენებ ან გავერთობი არ არის. ყოველთვის მივდივართ ერთად, გამოყვავს ერთად. აი ბავშვი რა ვათ ხდება, მაგ დროს უდედა უნდა ხოლმე და მაგ დროს ახდება თქვენ. მანდაც რავი არ შემჩნევია რა თქმა უნდა ხა დედა ყოველთვის რაღაცა გეტკინა თუ რაღაც დისკომფორტი გაქვს რაღაცა მასთან რო ხარ და მასთან იმას არა რაღაც პერიოდი იყო როცა მე რო გავდიოდი სახლიდან და ილოსთან რჩებოდნენ ძალიან დიდი პროტესტი ქონდა თუ ხა იყო ეგ ხო მაგრამ ეხა აღარ არის ეხა მაგალითად ჯერი 5 წლის არის იმას ის უფრო მაგასაკში უკვე ნელ-ნელა იმ დედის ასე ვთქვათ რაღაცა ის კი არ დისტანცირდები მაგრამ ნელა მამისკენაც გადმოდის რა იმიტომ რომ ეხა 3 წლამდე მაინც ბავშვი ძალიან მიწებებულია დედას და ეხა ეს პერიოდი აქვს ვაკვირდები როგორ მიყურებს როგორ იქცევა ანუ მე რა არის იცი რომ მშობლობა ანუ სასარგებლო ადამიანისთვის რა და რას გულისხმობ ეხა თუ შენ ეს გინდა და ეს არის მნიშვნელოვანი სურვილი გაქვს რომ იყო კარგი მშობელი თავის შეცდომები თავის ყველაფრით მაგრამ გინდა ისეთი თამასა გაქვს რომ ამ თამასის დაკმაყოფილების შემთხვევაში შენ როგორც პიროვნებაც იზრდები და უკეთესი ადამიანი ხდები. ანუ ეს არ არის რაღაცა რომ გადავდე ჩემი თავი და ჩემი პიროვნება და თქვენ არა რა თქმა უნდა არის მომენტები როდესაც გზნობ რომ უკვე ვერ ქაჩავ, იღლები, იფიტები, ხვდები რომ პირადი სივრცეს გჭირდება, ხვდები რომ შეიძლება რაღაცა ერთად გვინდა გავიდეთ კაფეში გავიდეთ, ბარში გავიდეთ, მე და ანი არ გქონდეს დილით საფიქრალი მე რომ ვაიმე ბავშვ რა თქმა უნდა ეგეთი მომენტები ყოველთვის ახლა ხო ჩვენთან ისეთი ცხოვრებით ცხოვრობთ რა თქმა უნდა ბარიც იყო კაფეც იყო მოგენატრება ეგ მაგრამ აქეთ იმდენად დიდი კიდე რაღაცა სხვა უდიდესი სინათლეა რა თქმა უნდა ახლა ეგ ეს პროპორცია მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ესეთი აზრები რომ ადამიანს გაგიჩნდება ეგ ნორმალურია რა მე ბრუნდება ის ყველაფერი და ერთად დადიხართ ბარში და ზოგჯერ უხარია რომ მიდიხარ ბარში საერთოდ და ტოვებ არ მქონია ესეთი მომენტი რომ აი არასდროს დასრულდება კი როგორ არის ეგ ხო და დასრულდება ბავშვების გაციებაზე გამახსენდა უნდა აღვნიშნო რომ ლარინფანი რომელიც ჩვენი სპონსორია დაბადებიდანვე შეგვიძლია ბავშვებში გამოვიყენოთ ძალიან კარგი საშუალებაა ვირუსების დროს
ორი მიმართულებით აქვს ძალიან ეფექტური მოქმედება ანტივირუსულია და ასევე ორგანიზმს ეხმარება ანტივირუსული იმუნიტეტის გამომუშავებაში. სპრეის სახით არის, მალამოს სახით არის და ბავშვებში მარტივად გამოსაყენებელია ასეთი არჩევანი ორსულობის დროს ლაქტაციის დროს. მე ძალიან კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ ჩემი პედიატრი ხო ძალიან სპრეის ვიყენებთ ხოლმე ხშირად. ხშირად მესმის ხოლმე იცი როგორი ფრაზები და ძალიან ბედნიერი. მეც მithქვამს განა ვინმეს ვაკრიტიკებ, რომ მეხმარება ძალიან კარგი არის და სულ მეხმარება ჩვენ სულ მეხმარება იტოვებს ხოლმე. მე რაღაც ასაკში მივხვდი, რომ რას მეხმარება, რაში მეხმარება? ეს ბავშვი ჩვენია. ეს ადამიანი მეზობელი ხო არა? ანუ თუნდაც რავი, ხო აი რას ქვია მეხმარება? თვითონ არ შეიძლება ამ ბავშვს რომ სანაცვლოდ. ხო, რაღაცა. და მე ჩვენ დავშორს. ეხა გამახსენდა თავი და მე ვღიზიანდებოდი, როცა ილოს აქებდნენ, რომ ვაიმე და რა კარგი მამა, ხო რაღაც პერიოდი ვღიზიანდებოდი, რომ როგორ ჩაიცინე მეტის ღირსი, არა ის ჩაიცინა. მაგრამ მე ნუ მივხვდი ისინი რატო ამბობდნენ ამას, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავი. უნდა იყოს წესით. ისევ და ისევ მიდიხარ იქამდე, რომ რაც ანუ ეგრე უნდა იყოს. მე კიდე ისე ვერ ვახერხებ, ხვდები? ანუ ბევრი ფაქტორების გამო, აი რაც მე მინდა რომ იყოს, ხო, იმ 100-დან, არ ვიცი, ალბათ 55 შეიძლება 60%-ია და ესეც ამდენი შრომის ბაზად. მე რაღაცნაირად ძალიან ბევრ რაღაცაში სხვანაირად ხარ რა. იმიტომ რომ რაც არ უნდა რაღაცა გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, როცა უკან ზურგს გიმაგრებს, ოჯახი იცი რომ აი მათთვის ის ხარ კაცო, იმათ უყვარ ხარ ისე და შენ გამოგივიდა არ გამოგივიდა, უბრალოდ გული შეტკივა შენზე, თორე ისე უყვარ ხარ და როცა შენთვის აი ოჯახი და კერა ხდება ადგილი, სადაც მიღებული ხარ, შენი ყველაფრიც და მიდიხარ, რაც არ უნდა ხან კამათი იყოს და ის იყოს, ეს უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება რა და აი ბავშვები ამას აკეთებენ, მადლობა მათ ამისთვის. პოსტმშობიარობის ეს რაღაცა ძალიან რთული პერიოდი. შენთან როგორ იყო, მაინტერესებს და შენ შინაგანად რას გრძნობდი და რამდენად იყო ეს რთული? ძალიან რთული იყო. არის რაღაცები, რაც არ მახსოვს. რაღაც თვეები არ მახსოვს რა, ალბათ იმდენად მძიმედ ვიყავი, რომ ჯერ კიდე დაბლოკილი ყავს, ტვინს დაბლოკილი აქვს. ეს ორივეზე თუ ორივეზე, მაგრამ მეორეზე უფრო ცუდად ვიყავი, ვიდრე პირველზე. მაგრამ მახსოვს პირველი ბავშვი რო გაჩნდა, აი მართლა რა, აი ცოტა აზერზე მომედი 4 თვის მერე. 4 თვის რო გახდა, აი მახსოვს მე და შენ გქონდა რაღაც საუბარი და აი იმის მერე ცოტა ანუ გავახილე თვალები. და ის 4 თვე არ მახსოვს, რაღაც აი ორი სცენა მახსოვს მარტო. განა იმიტომ რომ ადრე იყო და დამავიწყდა, არა, უბრალოდ მძიმე იყო რა ჩემთვის და მეორე შემთხვევაში დაემატა ის, რომ ძალიან 37 კილო მოვიმატე და ვეღარ ვიკლებდი. პირველ შემთხვევაში მოვიმატე 27 კილო და 6 თვეში ისე 50 კილო გავხდი, რაც მანამდე ვიყავი და საერთოდ არ მქონია რომ წონაზე ფიქრი და ვიზუალზე ფიქრი, მაგრამ აი მეორეზე უკვე ვიზუალურად რომ ჩემი თავი არ მომწონდა და პლუს 37 კილო რო ვიყავი და რო ვერ ვიკლებდი, აი მაგან უკვე ძალიან ცუდად გამხადა თან ანუ საყვარელი საქმე რაც არჩეული გქონდა აქამდე არა, რაღაცა ინტერნეტში გინდა გამოჩნდე ხო, სოციალში და არ ჩნდები, იმიტომ რომ არ მოგწონს ვიზუალი. ერთხელ იყო მახსოვს რაღაცის რეკლამა უნდა გამეკეთებინა ინსტაგრამზე და გავაკეთე და არ მოეწონათ მასალა. და ნუ მივხვდი რაც არ მოეწონათ რა და ძალიან მეწყინა. მაგრამ ნუ თან გავბრაზდი რომ მეთქი მე რომ მიკვეთავ ამას ხო იცი რომ რაღაცა 2 თვის გაჩენილი ბავშვი მყავს და მაშინ უნდა მიმიღო ისეთი როგორიც ვარ ხო და მაშინ ნუ მიკვეთავ თუ არ გინდა თავიდანვე რაღაცა ხო და ეს სუდად ჩამრჩა თუმცა მე იყო გეცოდინება შენც გითანამშრომლია ლიკა ლობჟანიძე რომელმაც დამირეკა და მითხრა რომ მინდა შენთან თანამშრომლობაო და ანუ ძალიან დიდად რო ვარ და დიდად რო ანუ ცუდად რო გამოვიყურები და მანდ მივხვდი რომ ეხა მე უნდა ავდგე უნდა გამოვიდე რა ამ დეპრესიიდან და უნდა დავთანხმდი ამას და ლიკა იყო ჩემთვის ერთ-ერთი აი მართლა გადამრჩენელი რა იმიტომ რომ აი დავთანხმდი და ის რო ტელევიზიაში უნდა მივსულიყავი და რაღაცა
მაკიაჟი გამეკეთებინა, ჩამეცვა, ანუ ეს ჩემთვის იყო ძალიან რთული. აი ძალიან რთული იყო და მადლიერი ვარ, იმიტომ რომ აი მაგან ამომიყვანა რა. ხო, მახსოვს, მე მახსოვს კიდე შენ ფოტოსესიით ძალიან ლამაზი იყავი. მე მგონი მაშინ ფეხმძიმეთი იყავი ჯერ, ხო? თუ არ ვცდები. რაღაცა ყვითელი კაბა გეცვა და ხო, მაშინ ჯერიზე ვიყავი ფეხმძიმეთი. და ძალიან ლამაზი იყო. ფოტოებით და შენ ძალიან ლამაზი იყავი და აი მაგაზე გვისაუბრია. ერთი ვიდეო მაქვს Instagram-ზე, რომელსაც აქვს მილიონზე მეტი ნახვა. და ზუსტად ვიცი რატო აქვს მილიონზე მეტი ნახვა, იმიტომ რომ გამოვიყურებით ძალიან ცუდად. აი მარტო ძალიან ცუდად. ნახვების უჭირს ხოლმე და რაღაცა მაგ მეთოდს ხوار მიმართოთ. კი ბატონო, იყოს ეს. ესე იგი ეს ორინაბიჯის წვენი უგემრიელესი აღმოჩნდა და აუცილებლად დავიმატებ თქვენს და გიმატებთ და მაინტერესებს ბავშვების გაჩენის შემდეგ თუ იყო ურთიერთობებში რაღაცა კრიზისი, მაგათაც ხშირად გამიგია რომ როცა თქვა ბავშვი წევს მუდმივად მშობლებთან რთულია ხოლმე ეს რაღაცნაირად სითბოს შენარჩუნება ოჯახში. ანუ ბევრ სხვადასხვა პრობლემები არსებობს, რომელსაც იქამდე არ გიფიქრია რა. და მე ძალიან მოქმედებს. უფრო მე ვიტყოდი მამაკაცებზე, იმიტომ რომ დედა ამ დროს მაინც რაღაცნაირად ინტენსიურად ჩართულია ბავშვზე. მე დავასხავდა თქვენ მიპასუხეთ. რა თქმა უნდა იყო და ძალიან ბევრი და ესეთი ცეცხლოვანი დრამები გქონდა ხოლმე და მე ეხლა ყველაფერს ვაბრალებ ზუსტად სამშობიარო დეპრესიას, იმიტომ რომ რას გერჩოდი არ ვიცი, მართლა არ ვიცი და ბოდიში საჯარო ბოდიში ილო. მაგრამ პირველი შვილის შემთხვევაში მალე აღხვბოჩნდა, მალე დავლაგდით როგორც ჩეს, იმიტომ რომ მეორე შვილი მალევე აღმოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, ხო. ხო და არის, იცი რა არის, აი, ნახე, ჯერ ეს ერთი მე მაგალითად არ აუ ერთსაც ვიტყვი რა და მე შენ დაიწყე. ძალიან ბევრ ქალს აქვს ხოლმე მამაკაცის მიმართ ამ დროს ზიზგი და აგრესია. მეც მქონდა, იმიტომ რომ მამაკაც ადანაშაულებ, ბავშვის მამას ადანაშაულებ, რომ შენ ამ დღეში ხარ, ხო? სულ ყოველთვის მენანებოდა ხოლმე წყვილები, რომლებიც იშლებოდნენ, არა ამ კუთხით, მანამდე სანამ საერთოდ ბავშვები იქნება, ან თუნდაც ბავშვები და ახალგაზრდობაში, ახალგაზრდა წყვილებზე შემდგება და განსაკუთრებით ყოველთვის გული, აი მაგათაც 19-20 წლის ადამიანები რა. ოღონდ რას გულის ხო? გამახსენე და მე მე მგონი შენი უფლებები მე მე ვიტყვი, მე შენ მოდი და დაასრულე. და ამიტომ ხანდახან დგება ისეთი კრიზისული პერიოდები დგება. კრიზისული პერიოდები დგება, როდესაც არც ერთის ბრალია და არც მეორის ბრალია, უბრალოდ მოცემულობაა ეგეთი რა და ამასთან გამკლავება არ არის მთლად მარტივი ამბავი, მაგრამ ყოველთვის დამნანებია თქვა წყვილები, რომლებიც დაშლილან თქვა ადრეულ ასაკში განსაკუთრებით რომ დიდებს უჭირს და ეხა 19-20 წლის ადამიანებს რომ ეს დაეწყებათ თან თუ მშობლებთან არ გაქვთ ისეთი ურთიერთობა ძალიან შინაურული და აი მეგობრულიც რომ დედასთან მივიდეს გოგო ან მამასთან მივიდეს დაელაპარაკოს გაუზიაროს იგივე ეხება ბიჭს ხო მშობელს და ასე შემდეგ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და ხანდახან ხშირად აი გაუგებრობებს რაღაცა ურთიერთობების შეცდომა და აღარ მახსოვს რა უნდა ყოველთვის დამნანებია რა და ჩვენ თქონია მეც რა თქმა უნდა ხა მეტი დრო მინდოდა ანისთან ერთად რომ გამეტარებინა ხო გინდა სახში გინდა გარეთ და ეს დეფიციტი მქონა მაგრამ ძალიან მაინც გონია რომ აი ის ჩართულობა რა რასაც საუბრობთ ის გაგრძნობინებს მე დაახლოებით რა ხდება იქ რა თქმა უნდა მეც ძალიან ავიჭერი მე რაღაც პერიოდი მახსოვს იმიტომ რომ მართლა ვეღარ ხვდებოდი მეთქი კაცო რა ანუ წარსულის დანაშაულის განცდის გამო ხა რეალობაშიც ხო აღარ უნდა იყოს ეგრე მე ვთხარი ანუ მე ჩემი სიმართლე მქონდა რომელსაც რა თქმა უნდა გძნობდი ხვდებოდი მაგრამ იმასაც ხვდებოდი რომ ორი ბავშვის გაჩენა დაახლოებით 3 წელიწად ნახევარში ანუ ქალისთვის არ არის მარტივი როცა ერთს დაემთხვა კოვიდის პერიოდი მეორეშიც ხა დედისთვის იცი როგორი მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო, ხო? და როცა ეს არასტაბილურობა არის, ეს როგორ მოქმედებს კიდე მეორე ბავშვი უნდა გააჩინოთ, როცა ქირით ხარ, უნდა გადახვიდე ერთი ადგილი და მეორეზე, ანუ ბევრი რაღაც მომენტი იყო, რაც ობიექტურად მას აწუხებდა და შფოთი ჰქონდა, ხო? დედა უნდა იყოს მაგ დროს, ქალი უნდა იყოს შვიდად. ეს შფოთი არ უნდა ქონდეს ერთთვის, მე რომელ სახში იცხოვრებს, ან თქვათ ხელფასი იქნება თუ აი ეგეთი პრობლემები არ უნდა ქონდეს, რა ჩემი აზრით, მაგ პერიოდში მაინც ვარსკვლავური პრობლემები ქონდა. ვარსკვლავური პრობლემები. შენ რაც არ უნდა ეცადო ამის მოგვარებას ან რაღაცა ნაწილობრივ სხვაზე უკეთ ამას ახერხებდე ეს ხო შეღავათი არ არის ამიტომ რაღაცნაირად ეგ შეიძლება გამოცდილების ამბავიც არის რომ
ხვდებოდი უბრალოდ რა, ხო ვიცნობ ადამიანს და ხვდებოდი რომ რაღაცები მას აწუხებდა ძალიან ღრმა და ძალიან ისე დონეზე და ამიტომ თან რთულია მიხვდე როდის ჩაერიო, როდის დახმარება თუ ჯობია გაეცალო მაგ დროს და თვითონ ანუ შეხვდებოდი რომ ეს პოსტობიარობის რაღაცა რა თქმა უნდა იგრძნობოდა ისეთი რთული პერიოდია მართლა ხო ნუ ყველა ადამიანში მოკლედ რაღაცა რაც არის ამას პროვოცირებს ანუ რაღაცებს აჩენს თავისთავად მაგრამ რაღაცები არის რაც შეიძლება ადამიანში ისედაც არის მაგრამ უფრო უმძაფრებს რა ძაფდება კი მე უბრალოდ ხვდებოდი ნახე რა თქმა უნდა რაღაცები შეიძლება მწყინდა რაღაცები შეიძლება უსამართლოდ მიმაჩნდა ესე ცალკე აღებულ საქციელს თუ ავიღებთ მაგრამ მეხმარებოდა ის რომ ვიცოდი მიზეზები ხო ხვდები ანუ ვიცოდი რომ ეს ამის გამო იყავი მეორე ქორწინება არის ხო შეიძლება ხო ანუ იცი რა მიზეზი იცი რომ მოკლედ ეს არის მთავარი გამომწვევი და ყოველთვის ეგრე უნდა შეხედო ჩემი აზრით რომ უნდა გადაიეროს ამ პერიოდებმა, ხო, ურთიერთობები რის ხარჯზე გადარჩება თუ ერთმანეთი გიყვართ და შეგიძლიათ რომ ანუ აცადო რა. ეხა შენაცადო მე რაღაცა დროს რომელიღაცამ დატოვოს. თუ არ აცადე, აზრი არა. ანისაც ეხა მაგალითად 3-4 წლის წინ როგორც უყურებდა ჩემი და დრაგების საკითხს, სხვანაირად უყურებდა, ეხლა სხვანაირად აღიქვავს და მე მაგას სწავლობთ ერთად. როცა შენი პარტნიორი რაღაცაზე გაღიზიანებული, სად შენი ბრალია ან შენი პრობლემაა და შენგან გამომდინარე. და სად ობიექტურობის, იმიტომ რომ ეს ეგოცენტრიზმი ყველას გვახასიათებს და ყოველთვის ანისაც უთქვავს ჩემთვის, რომ ყველაფერი შენს გარშემო მარტივებს, კაცო, ხო შეიძლება რომ ან დედაჩემზე განვისტიდე რამეს, ან იმაზე განვისტიდე, ან ამაზე განვისტიდე. იგივე ომერთება ყო მასაც. ხანდახან ესეც ვერ ხვდება იმას, რომ სრულიად დამოუკიდებლად მისგან შეიძლება რაღაცა მაწუხებს, ხო, თქვა თან სამსახურში რაღაც ნერვებს მიშლის, ან ასე შემდეგ და არ არის აუცილებელი ყოველთვის თქვა შენ თავთან დააკავშირო და. ამიტომ ხო, დრო უნდა მისცეთ ერთმანეთს, გულწრფელები უნდა იყოთ ერთმანეთთან, შეიძლება ყოველთვის ყველაფერი იმ წამს ვერ უთხრათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ერთმანეთს ეუბნებით, რითმი იგზნოთ ერთმანეთის. ესეც მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მაინც იქნება ის კამათიც იქნება, ნერვებიც იქნება, ესეც იქნება, ისიც ვინ ურიგდება ხოლმე? მე უფრო ის ვარ, კაცო, მე ეგრევე შერიგებისკენ ვარ ხოლმე. რა? რა კარგია. რა მიყურებ ეგრე? მგონი ეგრეა. და მე რა გაბუტული ვარ ხოლმე. შენ ნახე, აი მაგალითისთვის ვამბობ რა. მე უფრო ადვილადაც გამოდივარ წყობიდან და უფრო დესტრუქციულიც ხდები. და რამდენადაც უფრო მალე გამოდივარ, იმდენად მალევე შემილია რომ უცებ შეურიგე. ან ფეთქებადი ხასიათი. რა, ფეთქებადი და მე ხო არ მიყვარს ხე ნეგატივში ყოფნა და რა. ანი უფრო ისეთია რომ თუ ეწყინა, ეწყინა და შეიძლება 1-2-3 დღიდან აწყენი იყოს რა. ილოს შულებთან გაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა პირველი ქორწინებიდან, იქ ვიცი, ხო ეგრეა. რაღაცას გამიგია. არა, იცი რა ვერ ვიტყვი ეგრე რომ ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ იყო ხო დრო. ან ჯანსაღი ურთიერთობა, ხო? კი, პატარები როცა იყვნენ უფრო ხშირად იყვნენ ხოლმე ჩვენთან და კი და ეხლა უკვე დიდები არიან და ხო რაღაცა კომუნიკაციაში, ანუ ხშირად ვერ ვართ ერთად და ანუ მოვიტყუები რომ იდეალური მდგომარეობა გვაქვს და ყოველ შაბათ-კვირას ერთად ვატარებთ. ხო, არა, ეგ ხა ყოველ შაბათ-კვირას შვილებთანაც ვერ გაატარო. დიდები არიან და მშობლებთან ურთიერთობაც მაგ დროს ნაკლებად უნდა თხოვნე. მათთვისაც როგორ არის იცი რომ ეხა წარმოვიდგინე რა, ანუ მათ კიდე ძმა ყავთ. ხო და აქედან კიდე ორი ძმა ყავთ რა და დიდები არიან ჩვენთანაც ეხა როცა მოდიან უბრალოდ ეგ არის რომ პატარები მოკლედ აფანატებენ მათზე რა. ევაზეც და სესიზეც. ანუ ისინი თუ მოდიან, მიდის აი ყირაზე გადასვლა და რა თქმა უნდა ეგრევე ჩამოკიდებულები არიან ამათთან, ეხა ამას თული აუხსნა რომ იმას უკვე თავისი დიდი ცხოვრება აქვს და ყოველთვის შემერ გეთამაშება. და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიხარია მე ბავშვებთან მიმართებაში ის არის, რომ ჯერთი ანი არის თავიდან მე აი მაშინაც სესიც რო გაიცნო და ევაც რო გაიცნო, პირველი ადამიანი ვინც მათ გაიცნეს ახლა. ხო, თქვათ რომ სერიოზული ურთიერთობა რომ მქონდა და რაღაცა როგორც მოხდა და ძალიან თბილად მიიღეს, ძალიან თბილად შეხვდნენ. მე 3 წელი ცხოვრობდნენ ბათუმში. ამიტომ ისინიც რო იქ იყვნენ, ესეც ამოვარდით რითმიდან, ასე თქვათ, იმიტომ რომ რთულია, იმიტომ რომ დიდია დისტანცია, ხო. ბავშვებთან მიმართებაშიც როცა შენ გვერდში ყავს ადამიანი, ვის გიყვარს ენდობი და ის გარედან გეუნება კიდე რა, სად შეიძლება შეცდე დიდებთან, ხო, ურთიერთობაში. სად რაღაცა გძლათ ამბობ მეუნება, ანუ ბავშვის ენაზე ცოტა მაინ კიდიდები არიან, მაგრამ შედარებით შეარჩია უფრო კონკრეტული იყავი, ან მე მაქვს ხოლმე გძლათ ფილოსოფიურად რაღაცებს დავიწყებ. ეგეთ რაღაცებში ყოველთვის მეხმარება და ეს მე გვეხმარება იმაში, რომ რაღაცა ნორმალური სიტუაცია გქონდეს რა. შედეგი მიიღოთ. ხო, მეც ვიზდები. რახან შენ დრაგები ახსენე, მე კითხავ ერთ რაღაცას როგორც მშობელს და მართლა ძალიან მაინტერესებს, როგორ დავიცვა ჩემი ბავშვი, რომ ეს მიდრეკილებები არ გაუჩნდეს რაღაცა ასაკში. ბევრი ამბობს, რომ ხშირად აი სანდროც ახსენე. არა, ხო, ხშირად მშობლის გავლენა არის. მშობელია დამოკიდებული, რაღაცა იმის გასაბრად
დაძაბლად, იმას რაღაცა უნდა დაინახა, აი რაღაცა თითქოს ეს მიმბაძველობაა ცნობიერი თუ ქვეცნობიერი. არ ვიცი, სად გადის ზღვარი ადამიანის არასწორ ან შეცდომით რაღაცა ცუდ გაკეთებულ არჩევანს შორის, რაც არის დრაგის მოხმარება და იმასთან სად გადის ზღვარი იმასთან, რომ ეს შეიძლება უბრალოდ მართლა თანდაყოლილი იყო და რეალურად თვითონაც ვერაცნობიერებ და მაგიტო არა კარგად არის სტატისტიკების სანახავი, რომ სად უფრო მეტი ალბათობაა იმისი, რომ ბავშვი ამ გზას დაადგეს, ხო? იმდენი ფაქტორია და იმდენი ამბავია, რომ მაგას ესე მხოლოდ ერთ საკითხს საკმე ვერ გამოყოფ. ოღონდ უნდა ვთქვა, ეხლა როგორ შეიძლება, რომ დავიცვა და ისევ და ისევ, ანუ ეს ნდობის და სიყვარულის განცდა და გულწრფელობა შენ თავზე მაგარი მუშაობა და ანუ რაღაცნაირად მაგიტო ამბობ რომ ეს ძალის გამოსხივება, იმიტომ რომ როცა მაგ პრობლემა გადატანილი ადამიანი ხარ ან შეიძლება და გიდგას კიდევაც ან მომავალში დაგიდგეს ეგ პრობლემა, ხო? შენ მაშინ ვერ ასხივებ იმას, რასაც უნდა ასხივებდე შენი შვილისთვის. მაგიტო ამბობ რომ ის პროვოცირებას ახდენს, თვითონაც რო არის ისე, რომ შენ გაგხადოს უკეთესი და უკეთესი რო გახდი, ამისთვის დამოკიდებული რაღაცებზე აღარ უნდა იყო. დაცვა ალბათ პირველ რიგში სწორი ახსდით, არატოქსიკურობით, მას რო კონდეს ეს სიმყარის იმედი, რო არ ეშინოდეს იმისი, რომ როგორც კი რამე შეცდომა მოუვა, განიკითხავენ სახში და აი სახშიც რო არ გეგულება ადამიანი, რომ მიხვალ და მოუყვები და შენში რო ეს ყველაფერი იხარშება, მუდმივად უსამართლობის განცდა გაქვს. ამას ვერსად ვერ იღებ, იმიტომ რომ ცალკე შეიძლება შენი ასაკის ადამიანების, ბავშვებიც ხანდახან სასტიკები არიან, ხო, თინეიჯერობაში მათ თავიანთი პრობლემები აქვთ კიდე. გამოდიხართ ერთმანეთთან კი ამას შეიძლება ხარჯავთ ყვირით, კივით, წივით, დესტრუქციულები ხართ, მაგრამ ეს არ არის ჯანსაღად რაღაცა პრობლემების მოშორება რა. ამიტომ თუ გინდა რომ დაიცვა, ალბათ პირველ რიგში უნდა გიყვარდეს, უნდა ენდობოდე, უნდა შენს გენდობოდეს ის და აი მაშინ როცა უკვე შენი შვილი თვითონ მოვა და გეტყვის რომ იქ რაღაცა შემოთავაზეს და შენ რომ მითხარი მაშინ რაღაცა ან თავისთვის ფიქრობდეს რომ ბიჭო მამაჩემ იმდენჯერ ანუ ისეთი ნდობის მომენტი იყოს რომ ორჯერ დაფიქრდეს, სამჯერ დაფიქრდეს, ან თქვათ მე შენ თუ ბევრი ფაქტორია რა, ამას პრევენციას ამისას ესე არ არსებობს ალბათ რეცეპტი ის. მაგრამ პირველი ის რომ ბავშვი თავში არ უნდა ხარშავდეს რაღაცა ემოციებს და იმას, უნდა იყოს გახსნილი. კიდე რისგან შეგიძლია დაიცვა, როცა მშობელი ხარ, შენ თუ გეცოდინება და ამის რაღაცა შენი თავის საკუთარი ცხოვრების რისერჩსაც თუ გააკეთებ, რომ აბა მე რორცულად ვიყავე, მაშინ რა გაიარა, ხო? აი მაგიტო მნიშვნელოვანია თერაპიებზე სიარული იქნება თუ რაღაც წრეებზე სიარული, რომ გაარკვიო ერთად სპეციალისტებთან ერთად, შენ სანამ იმშობიერედი როგორი ცხოვრობდი, როცა იმშობიარე რა ხდებოდა, პოსტშობიარობის პერიოდი როგორი იყო, ეს როგორი იყო, რა რისკები არსებობს, ანუ რა. და შემდეგ ეს აი რაღაცნაირად სიყვარული, რომელიც თავისთავად შეიძლება ირაციონალური ფაქტორია, მოვლენა, რომელიც ლოგიკით არ აიხსნება, ეგ პლუს ალბათ სპეციალისტები, რომელსაც ენდობი და შეარჩება. კი ბატონო. ანა, შენ რა სიტყოდი? იცი რა, ეხლა რაც თქვა, ყველაფერში ვეთანხმები, მაგრამ დავამატებდი ერთს მნიშვნელოვანს, რომ აი ვისაც მძაფრად აწუხებს ეგ საკითხები, რომ მაგალითად თუ მშობელი მაინც დამოკიდებული იყო ან არის და უფრო ეშინია, აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია პროფესიონალთან, აუცილებლად. სწორად შევარჩიოთ. სწორად მიუდგნენ. აი ერთსაც დავამატებ კიდე ბოლოს რომ ხშირად მშობლები ისე რომ ან ხვდებიან ან თვითონაც ვერ ხვდებიან, რა ხვდებიან, რა ვერ ხვდებით, არის ის რომ შენი თავით უკმაყოფილო თუ ხარ, აი თქვათ რაღაც ეპიზოდები მოხდა შენ ცხოვრებაში, ბავშვთან მიმართებაში, სადაც ძალიან დიდი შეცდომები დაუშვი, თქვათ, ან ვერ მიეცი ის რაც გინდოდა მიგეცა, ან რაღაცა ობიექტური მიზეზების გამო, ან სუბიექტური მიზეზების გამო, ან დრაგების გამო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დრაგები პროვოცირებს, რომ რაც უფრო და უფრო მეტი ეგეთი ცუდი შემთხვევები იყოს, ხო, რითიც ძალიან უკმაყოფილო ხარ შენი თავით. ეხლა ნახე, თუ ეს რაღაცნაირად შენ თავში არ გადახარშე, ისე რომ შენ თვითონაც ვერ მიხვდები, გარკვეულწილად შენ თავსაც აფუჭებ, იმიტომ რომ ეს გადააზრებელია, გადაუაზრებელია, დაბინძურებულია, შიგნიდან რაღაცა გჭამს და ეს ხელს გიშლის იმისთვის, რომ მე თუნდაც ბავშვებთან იყო უფრო კონცენტრირებულიც, უფრო აზემოსულიც, უფრო ჯანსაღი და ასე შემდეგ. ამიტომა ეს სიარულები მნიშვნელოვანი და მე მესმის შეიძლება ვიღაცებს თქვათ, ან ეუხერხულებად თავიანთი გამოცდილების გაზიარება, ან მაგალითად ხანდახან ეკომიკურებად, ასე ვთქვათ, ან ასე შემდეგ, მაგრამ მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს
გვაქვს ამას და არა უბრალოდ ეცადეთ რომ საკუთარ თავს აპატიოთ რა იმდენჯერ მოგეცემათ ხალხო და მოგეცემა ყველას შანსი რომ ჩვენი მშობლობა დავამტკიცოთ ან უკეთესი გავხადოთ ანუ იმდენი კიდე შანსი მოგეცემა რომელსაც ვერც დათვლი იმისთვის რომ რაღაცა რაც წარსულში იყო გადაიაზრო და კი არა და გამოასწორო რა მაგის უამრავი შანსი მოგეცემა და ჯობია ამაზე კონცენტრირდეთ რომ უამრავი შანსი გაქვს კიდე ვიდრე იმაზე რომ რაღაცა ხელიდან გაუშვი და ეხა ვეღარ იქნები ვერაძოს თურმე კაი მამა ან კაი დედა რა აი მაგას არ აყვეთ და ყველაფერი კარგად იქნება. შესანიშნავი რჩევა არის და ამ რჩევაზე დავასრულებ თქვენთან საუბარს, თუმცა კიდევ დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი უფრო დეტალურად. მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. ესეთი კარგი მშობლები რო ხართ და მე ჩვენც გაგვიზიარეთ აი ამის თქვენი წესები. მადლობა რომ გიტარა არ ამოგაქვს და არ გვეუბნები რომ აქედან ისე ვერ გაგიშვებთ რომ ერთი არ შეასრულოთ იგიჟებს რომ. კარგი. საჩუქრებს გადმოგცემთ იმისათვის რომ ჩემი სტუმრები იყავით. პირველ რიგში ორინა ბიჯის კურიერმა უკვე მოგვიტანა ჩვენი საჩუქარი, ულამაზესი ხელებით შემოგვაწოდა. ეს არის ეს თქვენი საჩუქარია. მეც დავაკვირდი და სხვათა შორის მე ეგეთი ხელები, რავი. სასწაული ხელები აქვს ამ კურიერს. ეს არის ნიკოლოს საჩუქარი. კურიერი. აი, ვინც ეხა ხელი ვინც გამ. მადლობა ძალიან ქართული ბრენდი ნიკოლოსგან, რომელიც ქალის და მამაკაცის აქსესუარებს ამზადებს და ფართო არჩევანი აქვს, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენ საჩუქრები და იმედი მაქვს რომ საჩუქრები მოგეწონებათ. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა ასევე ჩემს სპონსორს Ashley Home Stories იმისათვის რომ ესეთი კომფორტული გარემო შეგვიქმნა და საინტერესო სტუმრებთან კიდევ კომფორტულად საუბრობთ საინტერესო თემებზე. დღეისათვის სულ ეს იყო, ვფიქრობ ამ ეპიზოდს აუცილებლად უნდა უყუროთ. მადლობა და ნახვამდის შემდეგ სამშაბათამდე.